აზიის ყველაზე გრძელ მღვიმეში აღმოჩენილია გიგანტური პანდების 52 ნამარხი. ამ მღვიმეს შუანჰე ჰქვია და ის ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. კვლევრები ამბობენ, რომ 52 ნეშტს შორის 6 ბოლოდროინდელი სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. მათი თქმით, მღვიმეში აქამდეც მრავალი ძუძუმწოვრის ნეშტია ნაპოვნი, თუმცა კონკრეტულად ეს ნამარხები ყველაზე გამორჩეულია. მათი თქმით, ეს აღმოჩენა იმის დასტურია, რომ გიგანტური პანდები გუიჯოუში 100,000 ან უფრო მეტი ასეული წლის წინათ ბინადრობდნენ. კბილების ანალიზით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათი უმეტესობა ნახევრად ზრდასრულები ან ზრდასრულობის ასაკს ახლად მიღწეულები იყვნენ. მღვიმეებისა და გასასვლელების მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ ვარაუდობთ, რომ ადამიანები შესაძლოა ამ მღვიმეს ხაფანგად იყენებდნენ. მისი ფართო გასასვლელები კარგი თავშესაფარი იყო ცხოველებისთვის. აღმოჩენილ ნეშტებს ადამიანის ჩარევისა და ცეცხლის გამოყენების აშკარა კვალი აჩნდათ. სავარაუდოა, რომ მონადირეები ჩირაღდნებს ან მსგავს ხელსაწყოებს იყენებდნენ ცხოველების მღვიმეში უფრო ღრმად შესატყუებლად. ასევე მღვიმესთან ახლოს არის შახტა და სავარაუდოა, რომ შეშინებული ცხოველები შესაძლოა ვარდებოდნენ მასში. მონადირეები კი ხორცის მოსატანად ჩადიოდნენ. შახტაში აღმოაჩინეს ცეცხლის გამოყენების დამატებითი მტკიცებულებები. აქვე აღმოჩენილი იყო დამწვარი ძვლებიც. შუანჰე მსოფლიოში ყველაზე გრძელი დოლომიტის მღვიმეა. გარდა ამისა, პალეონტოლოგიურ ნამარხებს შორის ამჟამად გიგანტური პანდების 52 ნამარხი აღმოაჩინეთ. ეს ნაშთები მნიშვნელოვანი დასტურია უძველესი სახეობების ევოლუციისა და ცვლილებებისა ეკოლოგიურ გარემოში. ამ ადგილას აღმოჩენილი მრავალი კიდურის ცვალი და თავის ქალა ასევე საშუალებას აძლევს მეცნიერებს, რომ შეისწავლონ სახეობის სხეულის წონის ევოლუციური ცვლილებები. შუანჰეს მღვიმე აზიაში ყველაზე გრძელია, მსოფლიოში კი სიგრძით მესამეა. 1980-იანი წლების ბოლოდან კი იქ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციები ტარდება.